1001 ღამე. Şehrazat. Kızım. Şvilo. Buyurun. Gizmend. Ben bugün დღეს იმისთვის მოვედი. Senden რომ ალი ქემალის სახელით პატიება გთხოვო. ალი ქემალი? რა თქმა უნდა, ალი ქემალიც მოგიბოდიშებს. ქალბატონმა ნადიდემ ყველაფერი მომიყვა, ძალიან განვიცადე. ალი ქემალის დაცვას არ ვაპირებ, მაგრამ ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. აჰმეთის გარდაცვალების შემდეგ ალი ქემალი ჩემი გავლენის ქვეშ მოექცა. ამიტომაც გითხრა. ბატონო ბურხან. უკვე ყველაფერი დავივიწყე. ამაზე აღარ ვილაპარაკოთ. გმადლობ შვილო. ძალიან კეთილი ხარ. დიდი მადლობა. ხვალ თუ გეცლება განიც წამოიყვანე და ჩვენთან მოდი. ძალიან გაგვახარებ. ცხოვრების დიდი ნაწილი უკვე გავლიე. ერთადერთი სრული დამრჩა. მინდა ქანი ჩემს სახლში ვიხილო. მოხვალ? შეჰრაზად. ნაბატიეთ, ხელი შეგიშალეთ. მოგვიანებით შემოვალ. არა, ბატონო ონორო, მობრძანდით. გაიცანით, ეს ბატონი ბურხანია. ბურხან ევლია ოღლუ. ბატონი ონორი კი ჩვენი ჰოლდინგის ერთ-ერთი მმართველია. სასიამოვნოა. ჩემთვისაც ასევე. კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. მადლობთ. ბატონო ონორ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? კონგრესის ცენტრთან დაკავშირებით რაღაც უნდა მეკითხა, მაგრამ მნიშვნელოვანი არ არის. დონებას მომცემთ მეწავალ. არა, ნუ შეწუხდებით. სასწრაფო არაფერია, მოგვიანებით შემოვალ. ნახვამდის. ნახვამდის. მელეკ ქალბატონი ჰულია ბინიაფიდან წავიდა, ვეღარ ვხედავ. ამბობენ რომ სამსახურიდან აპირებს წასვლას. რატომ? არ ვიცი, მგონი ორსულად არის. კარგი ამბავია. სამსახურისთვის თავის დანებება გადაწყვიტა. ახლა შვებულება აიღო. თუ სულ აპირებს წასვლას, წინასწარ უნდა ვიცოდე, შემიძლია შესაფერისი უფროსი გირჩიოთ. შენს გაუგებ, ცუდი არ იქნება. ეგ საკითხი ბინიაფი უნდა განეხილოს ზეინებ. ჩვენ პარტნიორები ვართ, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადავიდეთ. თანაც მელექს უფროსი არ სჭირდება. საქმეს თავადაც კარგად ართმევს თავს. დიდი მადლობა. მოკაცრავად, ახლა დავბრუნდები. გისმენთ? ლონდონში რამდენი წელი ცხოვრობდი მელეკ? 5. მაგრამ უნივერსიტეტი ვერ დავამთავრე. ალბათ კარგად ერთობოდი. ლონდონში ახალგაზრდებისთვის ბევრი გასართობი ადგილია. მართალია. და უნივერსიტეტი რატომ არ დაამთავრე? არ ვიცი. მოულოდნელად ჩამოსვლა გადავწყვიტე. ალბათ დაბრუნდები და დაამთავრებ. არა მგონია. არ ვიცი, ვნახოთ. გარემო შეეჩვია და სასწავლებლად დაბრუნება გიძნელდება? ალბათ ესეა. ხვალ მანქანას გამოგიგზავნით და წამოყევით. არა, საჭირო არ არის, კომპანიამ მანქანა გამომიყო. ეს კომპანია ძალიან მომწონს. როგორც ჩანს, კარგ ადამიანებს აფასებენ. კანს ბებიის ნახვა ძალიან გაახარებს. წავალ შვილო, საქმეს მიხედე. კარგი, ყველა მომიკითხეთ. აუცილებლად. მინდოდა კონგრესის ცენტრის კვადრატული მეტრის ხირებულება ერთად გვიან გარიშა, მაგრამ საჩქარო არ არის. რამის თქვა გინდა? ხო. შეჰრაზად, ვალდებული არ ხარ ანგარიში ჩამაბარე. ონორ შეგიძლია მომისმინო. რა თქმა უნდა.
ამ ქვეყნად მოხუცი დეიდის მეტი არავინ მყავს. ძმაც კი არ მყავს. არ მინდა ქანი მარტო გაიზარდოს. ოდეს მე რამე თუ დამემართება. მინდა მარტო შაჰრაზად, ეგ აღარ გაიმეორო. მინდა რომ ბებია, ბაბუა, ბიძაშვილები ყავდეს. გესმის ჩემი? რა თქმა უნდა მესმის. მაგრამ ერთი რამ გავიწყდება. თქვენ ცხოვრებაში უკვე მეც ვარ. ლედა შეხედა? სინბადი. ონურმა რომ მომიყვა? ხოშულა. გაგრძელებას ხვალ უყურებ. ძილის დროა. კარგი რა. ადექი და წადი. მოჩ. კარგად გამოიძინე. ხვალ ბებიასთან უნდა წავიდეთ. კარგი. გამომშვიდობისა. გამომშვიდობისა საყვარელო. ფერაცის ბრევს გისურვებ. ბებიას და ბაბუას ქანის ნახვა ძალიან გაუხარდებათ. ხო, ძალიან. ბატონი ონურია? არა. ისევ ის მანიაკია. ის ფოტოგრაფი? ისევ სისულელე მომწერა. რას გწერს? ღმერთმა სილამაზე იმიტომ მოგანიჭა, რომ ყველამ ნახოს. ზეციური სილამაზის პატრონი ხარ. უარს ნუ მეუბნები. შაჰრაზად. ჰარუნი. რა უნდა შენგან? უნდა რომ ჩემი ფოტოებით გამოფენა გახსნას. შენ ხომ უარი უთხარი? უარი ვუთხარი, მაგრამ დაჟინებით მოითხოვს. არ ვიცი ამ კაცს რა მოუხარ ხომ მიხრივან. მისგან თავი როგორ დავიხსნა? კარი გააღე შაჰრაზად. შაჰრაზად გთხოვ. შაჰრაზად. ფიგენ, აქ მოდი ისევ მარცხონ ფიგენ. დაწნარდი. ნუ გიშინია ფიგენ. ფიგენ, ისე სუდად მოგექცა? შაჰრაზად, არ შემოუშვა. დამშვიდი. ფიგენ, გააღე. ფიგენ. ახლავე პოლიციას გამოვიძახებ. ის ხომ ჩემი ცოლია, ვერავინ ვერ ჩაერევა ჩვენ საქმეში. კარი გააღეთ. ჩქარა კარი გააღეთ. დამშვიდი. ალო. პოლიცია, საჩივარი მინდა შემოვიტანო. ახლავე გააღეთ კარი, თორემ ყველას დაგხოცავთ. სალად ზეთი და ლიმონის წვენი დაუმატე? დიახ. დაგეხმარებით. ჩვენ მოვამზადებთ, თან შენ სტუმარი ხარ. დიახ, ხვალ მივდივარ. წარმატებებს გისურვებ. მომენატრებით. ჩვენც მოგვენატრები, ანუშკა, ძალიან შეგეჩვიეთ. რეისი რომელ საათზეა? ნაშუა დღეს. მოსკოვამდე ფრენა რამდენ ხანს გრძელდება? 3-4 საათი. არ ინერვიულო. იქნებ ისევ ჩამოხვიდე. ძალიან კარგი ადამიანები ხართ. ჩემო ძვირფასო. ის ქალი სახლს დააბრუნებს? ალი ქემალს ელაპარაკე? ალი ქემალმა თქვა ვერ მოვთხოვო. ვერ გავიგე. სრულიად უცხო ადამიანს გავუფორმეთ სახლი? არა ძვირფასო, რას ამბობ? აბა? ჯობია ალი ქემალი იმ ქალს აღარ შეხვდეს, ბატონო ბურხან. სახლის დასაბრუნებლადაც კი არ უნდა დაელაპარაკოს. გამოსავალი მოძებნა. მართალი ხარ. რამე გამოსავალი არ არსებობს, კანონიერი გზა. მაგ სახლს თუ არ დავიბრუნებ, ვერ მოვისვენებ, ქალბატონო ნადიდე.
სიმშვიდე არ მეღირსება. ყველაფერს მოაგვარებ, არ ინერვიულო. რა შვილი გავზარდეთ. სხვისი შვილები რას აღარ აშენებენ. ჩვენი ვაჟი კი საყვარელს უფორმებს სახლს. ის გულისხმობ. ვინ უნდა ვიგულისხმო? ქალბატონი შაჰრაზადის უფროსები. უნდა ნახო, რამხელა ჰოლდინგი აქვს. ქალბატონო ნადიდე, სასახლეს გავს, უზარმაზარია. მამებმა დააარსეს. შვილებმა კი გააფართოვეს. მათ საამაყო შვილები გაზარდეს. მე კი ცოლიან კაცთან ურთიერთობა არ უნდა გაგება. თავს ნუიტანჯავ. ასე ნუ ამბობ სევგი. ალი ქემალი მართლა მიყვარს. საღამოები ძალიან ცუდად უგრძნობ თავს. ცოტაც მოითმინე. მალე ყველაფერი გამოსწორდება, აი ნახავ. აქამდე ცხომ გიჩხუბიათ. მაგრამ ისე დაგიბრუნდა. ვერ გაძლებს უშენოთ. არა. ამჯერად ყველაფერი დასრულდა. მაპატია, მაგრამ შენც დამნაშავე ხარ. თვითონ გაუშვი. რომ გეთქვა ცოლს გაშორდი და მე მომიყვანეო, მაშინვე დაგთანხმდებოდა. სამი შვილი ყავს სევგი. ერთ-ერთი ჩვილია. უნამოსა ხომ არ ვარ, რომ შვილები მივატოვებინო და ცოლად გავყვე. ასეთი გულფა გონი ვარ. კიდევ ბევრჯერ მოგიწევს ტირილი. ვიტირებ სხვა რა გზა მოქვს. ეს ხომ აკრძალული სიყვარულია. ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელია. დასრულდა. წელს პარიზში ძალიან კარგი ამინდი იყო. რატომ არ შემოხვედით? ჩემოსვლა ვერ მოვახერხეთ, მაგრამ გპირდებით აუცილებლად გესტუმრებით. არაფერი და თურდარჯანში ხომ დახვალთ ნეიდა? დედა შენს ისევ გული გაუსკდება. ვერ მივხვდი. რატომ? ბოლოს რომ ჩამოვიდა, თურდარჯანში წავედით, ხომ იცით ძალიან პრესტიჟული ადგილია. ფერიდეს დანაჩანგლის ნაკრები მოეწონა. კარგი რა ონურს, სხვა ვერაფერი გაიხსენე. სახლში დაბრუნებისას დეიდამ ჩანთიდან დანაჩანგალი ამოიღო და დედას მიეწოდა. დედა გაგიჟდა, კინაღამ მოკვდა. ფერიდეკის საშინლოდ მეჭუბა ეს როგორ გააკეთეო. ვერ მივხვდი. ეს როგორ გააკეთე ბეთუ? მანაც დაიჯერა. ჰა. რესტორნის წინ მაღაზია ყოფილა დეიდასეო. საჩუქრების სახით დანაჩანგალს ხიდიან და დეიდამ დედას უსახსოვრა. მეგონა მართლა მოიპარე. კარგი, ახლა მთავარ საკითხზე გადავიდეთ. ქალბატონ შაჰრაზადს როდის გამაცნობ? მინდა ბოდრუმში წასვლამდე ვნახო. გთხოვ. ეგ მე კი არა, დედას უნდა კითხო. შაჰრაზადი ოფიციალურად ჯერ არ მოუპატიჟებია. რატომ? რა ვიცი ბეთუ, შესაფერისი დრო ვერ გამოვნახე. მალე გაიცნობ, ნუ ღელავ. პოლიცია მოვიდა ფიგენ. დამშვიდდი. შაჰრაზად. ეს ის კაცი არ არის. ვისაც ცოლად გავყევი. თითქოს შეცვალეს. საშინელი ადამიანი გახდა. კარგი. ყველაფერი დასრულდა. ღმერთო, როგორ შევწყვით. ნუ ტირი. შენ რა დააშავე, მას უნდა რწყვენოდეს. ისმენთ. სერგან შენ სოზი ხარ? დიახ, მოხდა რამე? საჩივარი შემოვიდა თქვენზე. რა საჩივარი კომისარო, სახლში ვზივარ, არაფერი დამიშავებია. ცოლი გიცემია. ხუილია, ხელი არ დამიკარებია. ცილს მწამებენ. შენი ცოლი სად არის? ოფიცერო. მისი ცოლი ჩემს სახლშია. საშინლად არის ნაცემი. იტყუება.
იტყუება, ცილს მწამებს, მატანაშაულებს, მე არაფერი დამიშავებია? ტყუის, არ დაუჯეროთ. ხელიც კი არ დამიკარებია მისთვის, გეფიცებით არ მიცემია. დაზარალებული თქვენთანაა? დიახ, ქვევითაა. უჩივლებს? რა თქმა უნდა. ჯერ ჯანმრთელობის ცნობა წარადგინოს, საქმეს შემდეგ აღზრდავთ. კარგი. წამოდი. ოფიცერო, მე მართლა არაფერი დამიშავებია. წამოდი, სიტუაციას ნუ გაართულებ, წამოდი. სიმართლე გითხრათ გამიკვირდა. უზარმაზარ ბაღში დაცვა დგას. არაჩვეულებრივი ოფისი აქვს. სასიამოვნო თანამშრომლები ყავთ. ყველაფერი ბრწყინავს. რაზე ლაპარაკობთ, ბიძიაბულხან? იმ ჰოლდინგზე, სადაც ქალბატონი შაჰრაზადი მუშაობს. ბინიაფი, თავი ამერიკაში მეგონა. პაპო, ამერიკაში ნამყოფი ხარ? ფილმებს ხომ უყურებ შვილო, წასვლა რა საჭიროა? აშკარაა, რომ ქალბატონ შაჰრაზადს დიდ პატივს სცემენ. მანქანაც კი გამოუყვეს. ჩვენიერია. კარგია, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ამ ხელა ჰოლდინგი მაშინ უნდა შექმნა, როცა ჭკვიანი შვილი გყავს. აჰმედი რომ ყოფილიყო ცოცხალი. შვილო, ჭამეთ, რას ელოდებით? ხვალკანი მოვა გოგოებო. თქვენს ბიძაშვილს გაიცნობთ. ერთად ითამაშებთ, ხომ კარგია? ხო, ბებია. პოლსაღამოს აქ საოცრება მოხდება. არაჩვეულებრივი ჯგუფი მომყავს. ძალიან მოგეწონებათ. ჩვენ ვერ მოვალთ მერთ. მე და ბენუ ხვალ ამ დროს ბერგამაში ვიქნებით. ბერგამაში რა გინდათ? პროექტის განსახორციელებლად ადგილები უნდა შევისწავლოთ. იქაურობა ულამაზესია. ახლა მე მოვალ. სელჩუკს შევარეთ და ჩოფშიში ჭამეთ. შენ სულ ჭამაზე ფიქრობ. რა ვქნა ძმა? მიყვარს ჭამა. მაგიდა თავისუფალია. საღამო მშვიდობისა. წამოდი, უნდა მოგიგო. გაგიჭირდება. დილამშვიდობისა, ძვირფასო. დილამშვიდობისა. მოგზაურობის გეგმა შეიმუშავე? რა თქმა უნდა, ყოველი წუთი გავთვალე. საიდან წავიდეთ? ჩანაკალედან თუ ბურსიდან? ბურსიდან, თოფჩულარისა და ესქიხისარის ბორანზე ავალთ. იალოვაში ჩასვლამდე სულთან ბაჯის სოფელში ვისაუზმებთ. სადილი სადა გეგმა? ბალიქესერში კატალეტებს გავსინჯავთ, თუ არ მოგეწონება, ალტერნატივაც მაქვს. კარგი, დაჯექი. ნუ ვიჩქარებთ, ნელ-ნელა წავიდეთ. ასე აჯობებს, ფოტოებს გადავიღებ. კარგია, რომ თვითფრენავით არ წავედით, არა? ხო, ფრენა დიდად არ მიყვარს. ფრენის გეშინია? არ მსიამოვნებს. ყოველ ჯერზე გული მეკუმშება. მირჩევნია ხმელეთზე ვიარო. ზღვაზე რა სიტყვი? იქაც გეკუმშება გული? არა, ზღვა ძალიან მიყვარს. კარგია, მეგონი ზღვაც არ გიყვარდა და კინაღამ გული გამისკდა. როგორ შეიძლება იახტაზე მცხოვრებ კაცს უთხრა ზღვა არ მიყვარსო? რომც არ გიყვარდეს, ჩემი ხათრით შეიყვარებდი, არა? ზღვა კი არა ფრენა რომ ყვარებოდა, შენი ხათრით ფრენასაც შევიყვარებდი. მე რა შევიყვარო შენი ხათრით? ძალიან მომშივდა. თუ სულთან ბაჯიმდე ვერ გაძლებ, შეგვიძლია აქვე წავიხემსოთ. კარგი. ეს კაცი ონურაქსალი არ არის? დიახ, ის არის. ეს ქალი კი ბინიაფის არქიტექტორია. გაზეთში ვნახე. შეხედე რა საყვარელი შვილი ყავს. ჩვენ გვიყურებენ. შენ გიყურებენ. იცნობ მათ? ო, შორიდან. ბიზნესმენები არიან. რიგავე? ჯავე? ოჩახ. ასე. კარგია, ჩვენს ერთად ნახვას უნდა შეეჩვიოთ. პორტოხლის წვენიც დალია? ძალიან გემრიელია. ოჩახ საყვარელო. ხან სალონში მაინც წავსულიყავით ბაბუასთან მისვლამდე მოწესრიგდებოდი. წავიდეთ. მაგრამ ვერ მოვასწრებთ. რო თუ არ გაქვს, მე წავიღო. სალონში?
კანი უკვე დიდი ბიჭია. კიდევ უბრალოდ სალონში წაგიყვანო. წახვალ? ხო. დედა უბრალოდ სალონში უნდა წავიდე. მართლა? ჩემი ბიჭი გაიზარდა და უკვე უბრალოდ სალონში დადის. კიდევ დალია პორტოხლის წვენი? ეთილი მგზავრობა ანუშკა. ნახვამდის. წარმატებები. მოსკოვს მოკითხვა გადაეცი. წერილი მოგწერე, შენზე ვიღელებთ. გაგვაგებინე როგორ იქნები? მოგწერთ. კარგი, კეთილი მგზავრობა. ნახვამდის შვილო. ღმერთმა ხელი მოგიმართოს. გმადლობთ ქალბატონო ნადიდე, დიდი მადლობა. არაფერს. არაფერი დაგჭირ შვილო. პასპორტის აღება ხომ არ დაგავიწყდე? არა, ბატონო ბურხან. კარგად იხავ. გმადლობთ. დიდი სიკეთე გამიკეთეთ. კეთილი მგზავრობა. დაუჩქარე, არ დაგაგვიანდეს. კეთილი მგზავრობა. ადამიანი აეროპორტში წაგიყვანს, არ დაიგვიანო. კარგი, შედი სახლში. ასე მგონია შენს დასაცილებ. ძალიან გემრიელია. შენ მომზადე? მე და ნიმეთმა. ამ ლანგარზე კარტოფილიანია. შვენიერია. აირანს გამიკეთებ? ხო. აიშა დროს ნუკარგავ. განი ეს ქალბატონი შახრაზადისთვის მომამზადე. ცოტა მოითმინე, მათი მოსვლის შემდეგ შეჭამ. ღმერთო ჩემო. ახლა რომ ჭამოს რა დაშავდება? ვინმემ რომ მოისმინოს, იფიქრებს დედოფალი მოდისო. აიშე? განის აირანი მოუმზადე. მე კერძე მომიტანე. გინდა გადავუხვიოთ. მან რა არის? არ ვიცი. წავიდეთ ნახოთ. მაქსიმუმ 1 საათს დავკარგავთ. კარგი, მაგრამ ჯერ ბენზინი ჩაგვესხა. რა პრობლემაა ძვირფასო? გზად უამრავი ავტოგასამართის სადგური შეგხვდება. უხვევ. თუ დავიკარგებით, ჩემი ბრალი არ იქნება. არც ჩემი. რა სიმპათიური ვიჭია. ბატონო, რთმა როგორ შევჭრა? არ ვიცი, განს ვკითხო. გან როგორ გინდათ ვის შეჭრა? ძალიან არ დაგიმოკლოს, არა? ჯობია ვიძიან ცოტა შეგისწოროს. ხა. კანი ქვია? დიახ. სასიამოვნოა კან. მე სუათი ვარ. ჩემთვისაც სასიამოვნოა. კანი თქვენი ახლობელია ბატონო ამორ. დიახ. ჩემი ბიჭია. კენული ვიცებია. მოიცადე, გიღებ. ასე, კარგია? შვენიერია. მოგწონს? კარგია. ასე? გაჩერდი. არაჩვეულებრივია, ძალიან მოგეწონება. რა მოხრეხებული ყოფილხარ? არ ვიცოდი ფოტოებს თუ იღებდე. გამოფენაც კი მოვაწყე. მართალია უყოდ სახლში ჩემთვის. არ გინდა ძალიან ცივი ხელები გაქვს. გათბობა მინდა. უკვე გამითვა. ლოყები მიხორს. ხვდები. მოდი. ცოტა ხანს აქ დავსხდეთ. გამარჯობა. გამარჯობა. გამარჯობა.
ჩემო ძვირფასო. მოგზადით. დედა ნახე რა საყვარელია. კეთილი იყოს შენი მოსვლა შვილო. მე ბუქეთი ვარ. მე ბორჯო. კეთილი იყოს შენი მოსვლა. გმადლობთ. გამარჯობა ძვირფასო. გამარჯობა. გამარჯობა. წამოდი დაგათვალიერებინებ სახლს. ჩეტების ხმა გესმის? ო, ჩასემოვნო. სამუდამოდ ხომ არ დარჩეთ აქ? უღელა ავტოგასამართ სადგურს თუ ვერ ვიპოვით, ისედაც აქ მოგვიწევს დარჩენა. შაჰრაზად შვილო. ალი ქემალს შენთან ლაპარაკი უნდა. ება მიეცი სანამ ამ სახლში შემოხვალ პატიება გთხოვოს. აპატიებ თუ არა შენი გადასაწყვეტია, მაგრამ საკუთარი თვალით მინდა ვნახო ბოდიშს როგორ მოგიხდის. გისმენთ? ალბათონო შეჰრაზად. მე თხოვთ მაპატიოთ. ზმის გარდაცვალებამ შემძრა. ძალიან სულად მოვიკეცი. ამის თქვა მინდოდა. მე თვითონაც არ ვიცოდი რას ვამბობდი. ძალიან გთხოვთ მაპატიეთ. თუ შეგიძლიათ მაპატიეთ. თქვენი ძმის სიკვდილი. ყველაზე მეტად მე განვიცადე ბატონო ალი ქემალ. თქვენმა სიტყვებმა უფრო მეტად გამიმძაფრა ტკივილი. ეს არ დამიმსახურებია. გაპატიებთ, რადგან აჰმეთის ხსოვნას პატივს ვცემ. მას ძალიან უყვარდით. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უყვარდით. შემოდი. მოიცა გადავიღო. ვერ ვიჯერებ. ბენზინი გათავდა. მართლა? ო, მაჩვენებელს შეხედა. რა ვქნათ ქერემ? მე რა ვიცი. ეს ხარ გვაკლდა. ტელეფონიც არ იჭერს. ხუმრობ? მართლა არ იჭერს? ქერემ რა ვქნათ? არ ვიცი ბენო. აქ ჩავრჩით. შენი ბრალია. რა? ხომ გითხარი ბენზინი უნდა ჩავასხა და შემახსენე მეთქი. რამდენჯერმე შეგახსენე? ასე ძნელია რომ მითხრა. მაპატიე ქერემ. ქერემ, მე ხუმრები? რა თქმა უნდა. კარგი რა. მართლა დაიჯერე? ხო, კინაღამტირილი დავიწყე. შენი ბრალია. რამდენი ავტოგასამართი სადგური გავიარეთ. არ დამიჯერე და არ ჩაასხი. იქნებ თავგადასავლის ძიებაში ვიყავე. ხო და იპოვეთ კიდეც. ბავშვით იქცევი. გადავიდეთ. აქ რა გავაკეთოთ? მანქანაში ხომ არ ვისხდებით. დღეში ვარ, სუფთა ჰაერზე გავიაროთ. იქნება აქვე ახლოს სოფელი იყოს. წავიდეთ. დამიჭერთ. ვერა. დაგიჭირე. ვერა. ვერა. არ დამიჭერ. ბუკეტ არ მიჩქმიტო. არ მიჩქმიტო. მე ბურჯუ ვარ. არ დამიჭერთ. გაჭერდი, ვერ გაგვექცევი. მაინც დაგიჭერთ. დაგიჭერთ. აი ასე. ღმერთს ყვარები ხართ ბატონო ბურხან. ოცნება აგიხდა. ალბათონო ნადიდე ოცნება არასდროს ამიხდებოდა.
ჩემი ბრძალი გიცულოვანი რომ არ ყოფილიყო. ღმერთის მადლიერი ვარ. დაჭერდით. ვერ გამექცევი, რა საყვარელი ხარ? აუ, წამოდი. გავიქცე, წამოდი. წამოდი, ადექი. წავედით. ბინიოფი ახლა რამდენ პროექტზე მუშაობს ქალბატონო შაჰრაზად? სულ რამდენია? ამ ეტაპზე ალმა-ატასა და დუბაიში ვმუშაობთ. 7 ობიექტს ვაშენებთ. მალე ამას სტამბოლის კულტურის ცენტრი დაემატება. დიდი ჰოლდინგი ყოფილა. განი, სამეცადი ნუ არ გაქვს? ადი შენს ოთახში. შაჰრაზადს ნუ აწუხებ. რას ამბობ, არ მაწუხებს? საუბრობთ. კარგი. რას ასე ამოვნო ქალი ყოფილა? მეც მომეწონა. სულ იღიმის. აქ რა ხდება? უკვე დაიწყეთ ჭორაობა. საქმეს მიხედეთ სწრაფად. ღმერთო, ნუ გამაგიჟებ. შურით ლამის მოკვდეს. ბატონი ბურხანი შაჰრაზადს პატივს რომ სცემს. აიშე, ის ღამე გახსოვს შაჰრაზადი აქ პირველად რომ მოვიდა. ძალიან შემეცოდა. საბრალო სულცველი იყო. ბატონო ბურხან, უთხარი რის ითქმაც გინდა? ო, მეტყვი. რა ხდება, მამა? რა უნდა უთხრა? შაჰრაზად, ჯანმრთელობის ცენტრის აშენებას ვაპირებ. ჩემი ქარხნის სიახლოვეს. გარიბების უბანია. იქეურობა რომ ნახო, გული მოგიგდება. მართალია. მინდა გაჭირვებულებს დავეხმარო. კარგი აზრია. ეს იქნება აჰმედ ევლიაოღლუს სახელობის ცენტრი. წარსულის დაბრუნება შეუძლებელია. ძალიან ნანობშვილო. აჰმედის ხსოვნის პატივსაცემად ამაზე უკეთეს ვერაფერს მოიფიქრებდით. მიხარია. მის ხსოვნას პატივს მივაგებ, მაგრამ სამწუხაროდ შვილს ვერ დავიბრუნებ. შაჰრაზად. ძალიან მინდა ჩემი შვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი. შენ დააპროექტა შვილო. რა სიტყვის? რა თქმა უნდა. სიამოვნებით. ნელევ? ჯერ შენ დალია. გამომართვე. მეტი წყალი არ გვაქვს? არა. უკვე მომშივდა. მეც. მანქანა სადაც დავტოვეთ, იმ ადგილს ვიპოვით. ჯერ თავშესაფარი ვიპოვოთ, მანქანას მერე მივხედავთ. კერემ, სწორად მივდივართ. მონადირემ რომ გითხრა, ის სოფელი არ ჩანს. როგორც აგვიხსნა, ისე წამოვედით. იმ დიდ ჭადართან მარჯვნივ უნდა გადავიხვიოთ. მალე უნდა გამოჩნდეს. ცოტაც გაუძალეთ, კარგი? ის სოფელი რომ ვერ ვიპოვოთ. გურდკლები შეფჭამენ. როგორ შემაშინე? ნახვამდის, კიდევ გვესტუმრეთ. მარა, სახლში შემოდით. ნახვამდის. ძალიან კარგი. ჯერადრია. თავშანში შევევლი და მოვა. ასე დროს წასვლა აუცილებელია, ბატონო ბურხანი. ჯერადრია, ქალბატონო ნადიდე. დიდი ხანია მაღაზიები არ შემიმოწმებია. ძალიან ლამაზი გოგოა. მისი შვილი მამას გეძახის? არა, ბიძიაუნურს. გინდა რომ მამა დაგიძახოს? როგორც თვითონ გადაწყვეტს. მინდა მისთვის მამა ვიყო. ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. მინდა კარგი მამა ვიყო. საკუთარი შვილი რომ გეყოლება, ის ბავშვი ძველებურად გეყვარება? რა თქმა უნდა. დედამისი ძალიან მიყვარს. ჩემო ძვირფასო.
ჩემო კარგო, მიხარია ამას რომ ამბობ. დიდა მართლა ასე ფიქრობ? სხვანაირად როგორ უნდა ვიფიქრო? რა ვიცი. დედა ამ ქორწინების წინააღმდეგ გია ვიფიქრე. შენი დარწმუნება შეძლო. ვიცი რაც არის სიყვარული შვილო. Beni mi çekiştiriyorsun? Deyda დედიშვილი, მაკრიტიკებთ არა? რა თქმა უნდა, ფერიდე. სხვა ვინ უნდა გავაკრიტიკოთ? მოვედი. ძალიან კარგი. გმადლობ. საერთოდ არ ბერდები ფირდებს. ვერ ამჩნევთ თორემ უკვე დავბერდი. Hadi cana. სულ არ შეცვლილ ხარ. ისევ ისეთი ხარ. მომიახლოვდი. მოდი. პლასტიკური ოპერაცია გაიკეთე? Niye yaşlansın ki Betül? რა დააბერებს? ფირდოს ამ სახლში საქმე თითქმის არ აქვს. რატომ დედა მე აქ არ ცხოვრობ? გონი არაფერი არ მჭირდება? Hadi cana. ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. Yanlış თუ anladın. და არ გამიგო ფირდებს. ის ვიგულისხმე რომ ბავშვიან ოჯახში მეტი საქმეა. Seninle bir ilgisi. უკმაყოფილო არ ვარ შენით. რა თქმა უნდა, გემრიელად მიირთვით. Bak Feride. ფერიდე, მომისმინე. სამშაბათს ბოდრუმში მივემგზავრები, მითხარი იმ გოგოს როდის გამაცნობ. Dönüşünü რომ დაბრუნდები მერე. iki ayağımı. ნუ მაჩქარებ, ჯერ არ გადამიწყვეტია. Hayır. არავითარ შემთხვევაში. ეს ლამაზი გოგო ბოდრუმში წასვლამდე უნდა გავიცნო. როგორც მახსოვს შაჰრაზადთან შერიგება გინდოდა? თქვი ხვალ შევხვდებიო. ახლა შესაძლებელი დროა. Peki. კარგი, Pazartesi. ორ შაბათს რომ იყოს? როგორც იქნა გადაწყვეტე. აბა რა ვიცი. რა საქმეანო, რა შეგიძლია? სამსახურსაც ვერ გიშოვით. არ ვიცი რა მოგიხერხოთ. რა მოხდა შვილო? თვითმფრინავზე დაგაგვიანდა? ვერ წავედი ბატონო ბურხან. რას ნიშნავს ვერ წახვედი? სანამ თვითმფრინავს ველოდებოდი, ბევრი ვიფიქრე. გუშინ ჩემებს ველაპარაკე. არც ფული აქვთ. არც სამსახური. რომ დავბრუნდე რა გავაკეთო? დედა ავად არის. ძმა უმუშევარია. ფულს ჩემგან ელოდებიან. უნდა დავრჩე ბატონო ბურხან. ფული უნდა ვიშოვო. ვერ წავალ. ო, მაგრამ რას აპირებს შვილო? არ ვიცი. სამსახურს ვიშოვე. ეს ადვილი არ არის. დაფიქრდი. ინდაება მდგომარეობაში აღმოჩნდე. შემოდი, აქ ნუ დგახარ. შემოდი, რამეს მოვიფიქრებ. მეწამოვია. ბატონო ბურხან. ბატონი ჰუდაი ავადმყოფი დედისთვის მომვლელს ეძებს. ავადმყოფს მოული შვილო. დიახ. სამსახური იშოვე. ბატონო ჰუდაი. რა ხმა? არ ვიცი. ალბათ ჩიტია. შეგეშინდა? ცოტა. მოგეშინე. შენ გვერდით ვარ. მგონი დავიკარგეთ ქერა. დიდი ხანია მოვდივართ, არც მანქანას გაული, არც ადამიანს. არც კი ვიცი რა ვიფიქრო. იმ კაცმა შესწომით ხომ არ მიგვასწავლა გზა. ალბათ. მოგშიბდა? შიმშილს ვინ შევის? დავიღალე და მომწყურდა. ჩემი ბრალია, სულ ასე მემართება. რას გულისხმობ? ავტოგასამართის სადგურები არ მომწონს. ზოგი ჭუჭყიანია, ზოგან რიგია, მერე კი ასე ხდება. მაპატიებენო. თავს კარგად გრძნობ, ნუ ღელავ. იცი რამდენჯერ დამემართა ასე. ბევრჯერ, მაგრამ ჭკუა ვერ ვისწავლე. საკუთარ თავზე უბრაზობ. იმედია ეს აღარ განმეორდება. შეგცივდა? ხო. მზე რო ჩავიდა უცებ აცივდა. დავმართო. არა, გაცივდები. ჩაიცვი ძვირფასო. მერე რა? გავცივდე, ღირსი ვარ. არა, არ მინდა. ხო, ჩაიცვი. მიდი. კერემ? რა? შუქი მოჩანს. როგორც იქნა. გონი სოფელია. გადავრჩით, გავიქცეთ. ნელა, არც ისე ახლოსაა, შენ რომ გონია. ახლა დაპატიმრებულია? ციხეში უნდა გადაიყვანათ, მაგრამ მოსამართლემ გაათავისუფლა. როგორ? ჩემი შვილი ამ დღეში ჩააგდო და თავისუფალია? კომისარმა ასე გვითხრა. პატიმრობის გარეშე გაასამართლებენ.
დიდი ხანია ის ნაზირალ აქცემს. შვილო მითხარი. ფიგენ მიბასუხე. ქორწინების დღიდან მამა. რა? რატომ არ მითხარი შვილო? ფიგენ ხმა მოიღე. რატომ არ მითხარი რომ გცემდა? სერქანის სიძეთ არ გინდოდა მამა. ამიტომ დაგიმალე. შვილო. მათი ქორწინების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ არ დამიჯერა. ამიტომ არის დარწმუნებული. რა იცოდა ასე თუ მოხდებოდა? ორშაბათს ადვოკატთან წავალთ. განქორწინების საქმეს აღძრავთ? იმედია მასთან ცხოვრებას არ აპირებ. ფიგენ, არა მგონია სერქანი შეიცვალოს. თავს ნუ დაიტანჯავ. იმედი მქონდა რომ გამოსწორდებოდა. მეგონა შეიცვლებოდა, გონს მოვიდოდა, მაგრამ უარესად გაგიჟდა. შვილო, კარგად იქნები. შენზე ძვირფასი არავინ მყავს. სახლში დავიდეთ. თქვენი მადლიერი ვარ, ქალბატონო შახრაზად. ჩემი შვილი გადაარჩინეთ. რას ბრძანებთ? დასვლის დროა შვილო. სახლში დედა გველოდება. ჩაი დავლიოთ. არა, წავალთ, გმადლობთ. კარგი. ადექი შვილო. არ მჯერა რომ მოვაღწიეთ. არც მე. დავიღალე, ფერზე ვეღარ დგავარ. ამ კარზე დავაკაკუნოთ. დავაკაკუნოთ. სადაცაა დავეცემე. იმედია ხამის გაგვათევინებენ. ო, იმედია. არის ვინმე? არის ვინმე? ეს მან ძმაო. გამარჯობა. ვინ არის ნორეთინ? უმრები მოვიდნენ. გისმენ ჩვეულ. სამომშვიდობისა დაიდა. გამარჯობა. რამ შეგაწუხათ? სტამბოლიდან მოვდივართ. ბენზინი გაგვითავდა. ღამეს გაგვათევინებთ. რა თქმა უნდა, შვილო, შემოდით. დაფე, ვინ მოვიდა? სტუმრები არიან. ბენზინი გაუთავდათ. მოვბრძანდით. სახლში შემოდით. შემობრძანდით. სუფრაგაშალი მოშივდებოდათ. ახლავე. რაპუნცელმა გრძელითმა სარკმლიდან გადაუშვა. მერე? რაპუნცელი შეყვარებული თმას მოეჭიდა და ნელ-ნელა კოშკის სარკმელზე ავიდა. დაიძინა. ორშაბათს საღამოს რა საკეთებ? რა ხდება? სადმე მეპატიჟები? მე არა. დედა. დედა ვახშამზე გვეპატიჟება. დედას გამგზავრებამდე შენი გასწრობა უნდა. შაჰრაზად, ვიცი, დედა უსამართლოდ მოგექცა. ამის პატიება ძალიან ძნელია. მაგრამ პროპატიება ბედნიერი ვიქნებ. მოდი ყველაფერი დავივიწყოთ, კარგი? კარგი, წამოვალ. დედა ჩემს გაიცნო. რა თქვი? წამოვალ. ავა გაგიცევდა. ესაც მიირთვი შვილო. ახალი დაგრეფილია, ჩვენი სოფლის მწვანილია. მადლობ ნიაზებიძე. აღარ გვინდა. მადლობთ. ჭამე შვილო, ჭამეთ. შენს ხმარს ნუყურებ, ჭამე. გმადლობთ, მეც დამნაყდი ბიძიანიას. არაფერი გიჭამია შვილო. ეგობა რომ მითხარი ცოლს არ აჯმევ? ისეთი გამختარია, ბოსტრის საფრთხობელას გავს. ახალი დაქორწინებულები ხართ? ნელა, ძვირფასო ნელა. შვილი ჯერ არ ყავთ? ჯერ არა ნიაზებიძე. ო. ერთ რჩევას მოგცემთ. დროა შვილის გაჩენაზე იფიქროთ. გამომართვე შვილო. მამეცი?
მამიკო, სუფრა ავალაგო? ავალაგე შვილი. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. რასთვის ანე? ნიაზებიძე, ამ სიკეთეს არ დაგივიწყოთ. რა სიკეთეს შვილო? ორი დებში წვნიანი, რა სალაპარაკოა? არ შეწუხდე შვილო. დაგეხმარებით. ლოგინი გაშლილია. დაღლილები იქნებით, დაწეკით. მანქანის დაბინუ გექნება. ჩვენი ბიჭი მეგობრებთან ერთად მანქანის მოსაზევნად წავიდა. იპოვიან. მადლობთ. თქვენი შვილიც გავაწვალეთ. რას ამბობთ? გასართობს ეძებს. რა ვქნათ? დაწეკით. ალბათ ძალიან დაიღალეთ. წამოდით, თქვენს ოთახს გაჩვენებთ. წამოდით? წამომშვიდობის. მადლობთ. ღამე მშვიდობის. ორშაბათს საღამოს გამოგივლი და წაგიყვან. კარგი? კარგი. ფრთხილადი არა. კარგი. თარიღზე როდის შევთანხმდით? რა თარიღზე? ქორწილის თარიღზე. ქორწილის? მე არ მithქვამს რომ თანახმავარ. არც უარი გითხოვს. საღამომშვიდობის. სიზმარში აღარ იდირო, კარგი? ღამე მშვიდობის. ნურეთინ. გამოდი. რა მოხდა? მობრძანდით. შემოდი. მადლობთ. ღამით გრილად თუ შეგწევდებათ? გადასაფარებელი აქ არის. მადლობთ შეგაწუხეთ. მადლობთ. რა შეწუხებაა შვილო? დაისვენეთ. ღამე მშვიდობისა. ლოგინი იატაკზე. ხო, არასდროს წოლი ვარ. ერთმე. დედა, რა ხდება, რა გაყვირებს? სიძე. სიძეო, მე მეძახის. ხო, შენ. ისმე რა ხდება? სიძე გილოცავ, თქვენი მანქანა იპოვეს. იპოვეს? სელამი მოვიდა. დამაბარა სიძე წამოყვეს, მანქანა წამოიყვანოსო. ეში ვერ დავტოვებთ. მიდი წაყევი. კარგი წამოვალ. დედა მე წადი შვილო, მანქანას მიხედე. შორსა? კალოსთან დაგიტოვებიათ. რა სამბო? იქამდე როგორ მივალთ? სელამი ბიძია თავისი მანქანით წაგიყვანთ. კარგი, წავიდეთ. დაწეკი, დაიძინე. თუ რამე დაგჭირდება დამეძახე. კარგი, გმადლობთ. დიდი მადლობა ბიჭებო. არაფერს ვიძეკერებ. კარგი მანქანაა. მადლობ. ავზი თითქმის გავავსეთ. რა საჭირო იყო? თავარია უახლოეს ავტოგასამართ სადგურამდე მივეყვანე. ძმაო ქერემ. ახლა დაძინებას აპირებ? ხო, რატო მეკითხები? აქ ახლოს წყაროა, სათავეს ვეძახით. წავიდეთ ლუდი დავლიოთ. მართლა? ოღონდ მამა არ გაიგოს. კარგი, წავიდეთ. ჩასხედით. გამოყვებით, გზას გაჩვენებთ. ჩემთან ჩასხედით, ერთი მანქანით წავიდეთ. კარგი. ბიჭებო. ასეთ მანქანაში არასდროს მჯდარ ვარ. არც მე მჯდარ ვარ. რა მაგარი პანელია. მაგნიტოფონ შეხედე? თავი თვითფრინავში მგონია. მერთო ჩემო, მართლა მაგარი მანქანაა. ო, ძმაო, ძალიან მაგარია. ნახე როგორ დადის.
არ მესმის სახლი, რატომ უნდა დავაბრუნო? საბუთები ჩემ სახელზეა. ეხასია, მაგრამ არ დათმობენ. თქვენ ციცით. რატომ? ქალბატონო ჯანსელი. მამაზე გაბრაზებულმა ალიქევმა სახლი თქვენ გადმოგიფორმოთ. ეს არაფერს ნიშნავს. სახლი თქვენ არ გეკუთვნის და ეს კარგად იცით. სახლი ვის ეკუთვნის, თქვენ წყვეტთ? ქალბატონო ჯანსელი. კი, მაგრამ თქვენ ვინ გეკითხებათ? მე ბატონი ბურჰანის ერთ-ერთი ადვოკატი ვარ. ბატონი ბურჰანი ძალიან განიცდის. ეცადეთ გაუგოთ. საქმეს ნუ გაართულებ, კარგი? დამამღებით ნოტარიუსთან. მინდობილობა მომეცით? და ყველაფერს მოვაგვარებ. ნოტარიუსთან? დიახ. საქმეს თავად მოვაგვარებ, თქვენ არ შეგაწუხებთ. მანქანით ვარ. დამამღებით. უცებ მოვაგვარებ. არა. დღეს არ მცელია. ხვალ იყოს? არ ვიცი. ქალბატონო ჯანსელი, 10 წუთის საქმეა. ხომ გითხარით არ მცელია? კარგი. როცა მოიძვლით დამირეკეთ, ოღონდ დიდხანს არ მალოდინოთ. ნახვამდის. მისურეკავ. ონურს. უნდა ვკითხო შაჰრაზადისთვის რა მოვამზადო. ონურს რატომ უნდა კითხო? ალო, ონურ მე ვარ. გისმენ დეიდა. უცებ მითხარი, შაჰრაზადს ხორცი უყვარს თუ თევზი? არ ვიცი. როგორ თუ არ იცი? მართლა არ ვიცი რა უყვარს. როგორ არ იცი, შვილო, არასოდეს გივახშმიათ ერთად? როგორ არა, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია. ვერ ვიჯერებ, შვილო. გონია რომ ყურადღებიანი შეყვარებული ხარ. დაურეკავ და ვკითხავ. ახლავე დაურეკე. კარგი. მე შენ დაგირეკავ. რა ხდება, ონურ? დეიდა ჩემი იყო. სახლში ახლა ის გასცემს განკარგულებებს. მართლა? დედა შენი ამას ნამდვილად ვერ გადაიტანს. ვახშამზე უკვე ვიზრუნებ ერთო. საჭირო არ იყო ონურისთვის რამე გეკითხა. მეიცი ფერიდე. გავიგონე ნეზიხეს რომ უთხარი ხორცი შეტვი და გარნირი მოამზადეო. ყველაფერი გავიგე. ნეზიხემ თავისი საქმე იცის, ჩემი მითითება არ სჭირდება. ფერიდე. შენ შვილს საყვარელი ქალი მოყავს სახლში. თან პირველად. ეს არაფერს ნიშნავს? ასეთი მნიშვნელოვანი საღამოსთვის საკმარის იქნება ხორცი გარნირით. მეთულ ძალიან გთხოვ. ონური შენი შვილია. ერთადერთი შვილი. თუ გინდა რომ პატივი გცეს, შენც უნდა გაუგო. რასაც დათესავ, იმას მოიმკი. ეს კარგად დაიმახსოვრე. გესმის? დავალ შაჰრაზადს ვკითხავ რა უყვარს, თორემ დეიდა არ მომასვენებს. ნახვამდის, დეიდა სევა. ნახვამდის. მიხარია. ონური ბედნიერია. მიღბლიანი კაცია. შენ დროდის იქნები ბედნიერი, კერემ? კარგად ვარ დედა. ჩემთან ყველაფერი კარგადაა. როგორ? შენ და ბენუს რომ დაძაბული ურთიერთობა გაქვთ? შევრიგდით, არ იცოდი? მართლა? მიგვირს? იმ საღამოს ისე უცნაურად მოიქცა, მეგონა აღარ შეხვდებოდი. ბენუ გაღიზიანებული იყო, მერე ვილაპარაკეთ. იმ დღეს ბევრი ინერვიულა. შენი ხათრით მოვიდა იქ. გასაგებია, აღარაფერს გკითხავ. ნიშნულობა არ აქვს. დეიდა საინტერესებს. თევზი გირჩევნია თუ ხორცი? შენ რაც გინდა? მითხარი გთხოვ. კარგი. დეიდა. თევზიც და ხორციც. ონურ არა. კარგი. საღამოს შევხვდებით. ასეთი სამზადისი რა საჭიროა, ონურ? დაიღლებიან. დაიღალონ. ეს საყვარელი ქალი დეიდას უნდა გავაცნო. ჯანსელ ვერ ვიჯერებ. ასეთი რამ არ გამიგია, ხომ არ გაგიჟდი? სახლს უკან უბრუნებ? გაგიჟდი? რა ვქნა, სევგი? ადვოკატი გასაქანს არ მაძლევს, არ გესმის? ადვოკატი? როგორ შემეშინდა? შენთან ადვოკატი გამოგზავნეს. თვითონაც კარგად იციან, რომ კანონიერი გზით ვერაფერს გახდებიან, ხომ ასეა? მართალი ხარ. სევგი, ისე ადვოკატიც მართალია. სახლი მე არ მეკუთვნის. ნუ გამაგიჟებ. ჯანსელ, რას ამბობ?
ალი ქემალი აქ დადიოდა, შენთან ერთობოდა. გვერდებოდა დედოფალივით გაცხოვრებო. მერე რა მოხდა? თავისი მიიღო და წავიდა, შენ კი ხელცარიელი დარჩი. სახლი ჩემი არ არის. შენსაც არ იშლი არა? რატომ არ არის? იმ კაცს უამრავი სახლი აქვს. მითხარი ერთი სახლის დაკარგვა გააკოტრებს? ეს სახლი შენს სრემლებად არ ღირს. ჩემი საყვარელი ბიჭი რა შეჭამს? ამბურგერს. კარტოფილსაც შევჭამთ, დედიკო. მომისმინე, ამ ორ ლამაზ ქალბატონს შენ გაბარებ, კარგი? ნუ ხალავ, მე ტომიქსი ვარ, თაღლითების დაუძინებელი მტერი. რა საყვარელი ხარ? წავიდეთ? დროებით. კარგად გაერთეთ, დროებით. ნახვამდის შაჰრაზად. გთხოვთ, ბატონო ტომიქს. გამარჯობა. წადი აქედან. ახლა ვინდა გეხმარება? მითხარი ვინ? მიდი. მიპასუხე. ვინდა გეხმარება? ვინ? შენ ვინ შეგიფარებს? მითხარი ვინ? მითხარი. აი ასე. ვარდები ახალია? რა თქმა უნდა, შეხედეთ რა წითელია, ხასხასა წითელი. კარგი. 9 ცალი მომეც. 50 ლირა უნდა მომცეთ. ახლავე. მადლობა. ნახვამდის. ფილმი გახმო